ჩვენმა მორწმუნე ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ქრისტიანულად მოგვილოცა ნათლისღების დღესასწაული და რა დღეს დაატრიალა და რაც ხდებოდა ციხესთან, ეს ყველამ კარგად ნახეთ. არ ვიცი, ახლა მე კიდევ ერთხელ მინდა თქვა ერთი რამე, რომ თუ ვინმეს გონია, რომ აითოლა ხომეის ჯობია ეს ხელისუფლება ძალიან შემცარა. ჯერჯერობით ნამდვილად არ დაუწყია მასიურად ქუჩებში დახვრეტები, მაგრამ ასე ცალ-ცალკე ნელ-ნელა ხო ხარს ხოცავს, ეს არ ახალია და არა ვარ პირველი, ვინც ვამბობ რა. და მოსალოდნელია, რომ ისე გააკეთოს, როგორაც აითოლა აკეთებს ამ წუთას, ამ წეკრაზე ჩამოგვახჩოს და პირდაპირ დახვრეტოს ქუჩაში. ეს მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილიდან. ეს მოსალოდნელია ამ ხელისუფლებიდან. ამიტომ თუ კი ახლა არ გამოვიჩინეთ ძალა, ერთიანობა და არ შევძელით ურთიერთწყენის დათმობა, ურთიერთუნდობლობა სხვადასხვა ადამიანებმა, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, არ მოახერხეთ გაერთიანება და სწორი მიზნისკენ სწრაფვა და სწორი გზის არჩევა დაგვიყენებს ირანს საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და ამას მინდა მივაბა. დღეს ახლა მთელი ტელევიზიები აშუქებენ ამას და ეს რა საზიზრობა ჩაიდინენ, ეს რა საზიზრობა და ასე და გამოვლიან ახლა პოლიტიკოსები იტყვიან, აძაგებენ. და არავინ არ ელაპარაკებს იმ გზაზე, როგორ დავძლიოთ ეს ყველაფერი. სხვათა შორის დღეს ჭიათურელი 4 ადამიანი გაასამართლნენ და მიცენ ყველას მიცენ საჟელი, არავინ არ შეიბრალენ არაფერი. შრომელი ადამიანები, მე ახლა მათი პოლიტიკური არცხედვები მომწონს და არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მივესალმოთ და გავჩვდეთ ამ თემაზე. მე მაინც გონია, როგორც ირანში დაიწყო სოციალური კუთხით და დაიწყო რეგიონებიდან ბრძოლა, ისე უნდა გავაკეთოთ ხალხო ადამიანებო, ახლა მივაცივდით ამ თბილისს და არ ხდება არაფერი და მივაცივდეთ ახლა ამ თბილისს და ჩვენაც ვთქვათ, რომ სხვა საქართველო არ არსებობს, თბილისია თუ მარტო საქართველო ბიჭო. რა გახდა ჭიათურაში ჩასვლა და ჭიათურლებთან საუბარი. ვისაც გეცოდებათ ის პატიმრები, ვინც თვლით თავს დაჩაგრულად ბიჭო. ამ ხელისუფლების შეცვლამდე არაფერი არ გეშველებათ, ვარეს და ვარეს დღეში იქნებით. გავაცნობიეროთ დანარჩენი საქართველოს, კაცო, დაუტოვეთ ჭიათურა, მარტო ჭიათურების სხვა რა, კაცო, და იქ მიმდინარე პროცესები, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს ღია მოპოვებით, ეს ხო მთელ საქართველოზე აისახებათ, ეს ხო მთელი საქართველოს ხვედრია, კაცო, და ბედია და ჩვენზე ხო აისახება ეს ყველაფერი, იქ ეკოლოგიური კატასტროფა. რა, საჩხერეზე არ გადავა, ქუთაისზე და ზესტაფონზე და იმას თბილისზე? თუ როგორაა ერთი მასაკვე, ბიჭო. გავიდეთ რეგიონებში. დავიწყოთ ზრუნვა, შრომა, წვალება, დავანებოთ მარტო ამ რუსთავებზე, რა თქმა უნდა კარგია, რა თქმა უნდა იაროთ. და ტელევიზიებმა დაანებეთ რა ამ მომხდარი ფაქტების განხილვებს, უიდეტაია თურმე და დაყენებული სახეებით პოლიტიკოსების მსჯელობებს, თავი. იმჯერეთ გზებზე როგორ უნდა დავამხოთ დედა მოტყუნლები სალამ დაგვიყენენ ირანი. ამ გზებზე ვიაროთ ადამიანებთან. ეს რა არის რა უბედურობა, ხო ხვდებით რომ მივდივართ ირანიზაციისკენ, ხო ხვდებით რომ მივდივართ სადიზმისკენ, დახვრეტებისკენ, უბედურობისკენ, კიდე ერთმანეთის მტრობა, კიდე ერთმანეთის შუღლი, კიდე ერთმანეთის არ გაგება, ასე ცალ-ცალკე დედას გვიტირებს ყველას. ამიტომ კეთილი ვინო, ჩავიდეთ ჭიათურაში, ჩავიდეთ სხვა სოფლებში, ჩავიდეთ ქალაქებში, დავიწყოთ მოძრაობა, დავიწყოთ რეგიონებიდან, ავაგოროთ რეგიონებიდან და დავამთავროთ თბილისში. მადლობთ ყურადღებისათვის.